გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთაველები გამოვიდნენ ოდნავ ადრე და მალე არმიას და მსაჯების გამოვლენ მოედანზე და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ რეპორტაჟს. 6-15 ორივე გაიტანა რუსთავის ხარებმა. ჯერჯერობით ლელო არ გაუტანია არმიას, 2 ჯარიმა აქვთ მათ გატანილი და მოკლედ პირველი ნახევარი ასე საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში 6-15 დასრულდა. მოკლედ მზადავართ მეორე ნახევრის დაწყებისთვის და აგრეთვე ჩასტვინა საბა აბულაშვილმა განაახლა რუსთავის ხარებმა თამაში. მიიღებაზე საკუთარ 22 მეტრიან ზონაში კარგი იყო არმიის 8 ნომერი კოლი დამანიტა კუალვა. დამანიტა მოგატეხა ხო ენა.
გავიდა მანებეთ ამ ხელასახელიდან გვარებით. ნახუცრიშვილი თვითონ გადავა ფეხით, უფრო მაღალი ასია, მაგრამ შორს არ წავიდა ბურთი. საბოლოო ჯამში თამაშგარეში იყვნენ არმიელები, როგორც ჩანს და დაჯარიმდნენ. და ესეთ კარში უნდა გაგზავნოს რუსთავის ხარებმა. კი არის მახვილი. არა, არც ისე მახვილი არ არის და კიდევ ესე გადადიან როგორც ჩანს. თავის მოლი გას კარგად და მიდის წინ აქ თან წესებიც უნდა დაიცვას არმიამ და ფრთხილად იყვნენ გავიდა საბოლოო ჯამში ბურთი ხაზზე და შეინარჩუნა 5 მეტრიან ზონამდე მივიდნენ რუსთაველები შეყვანა თუმცა დაცვაც კარგად დადგა არმიის აიღე და მიეძალეს და წავიდნენ თუ არ ვწდები ლუარსაბიშვილმა წაიღო ბურთი კი ასეც არის ისევ აიღე და მიეძალე გამოვიდა და ცოტა შენელებული პასი იყო ჩაღეს იქ არმიელთა დაცვა არ ჩქარობს ხუციშვილი ჭამიაშვილს გაატანა და არტყა ჭამიაშვილმა ლუარსაბიშვილის შებოჭა შეიშოვა გამოვიდა ნოდარს კარგად შეიყვანა ილურიძემ შემდეგ ბუჯიაშვილსაც როგორი ბოჭვა დაახვედრეს და იქ რა თქმა უნდა ფარნაკასიანა ბურთი წაიღო თუ არა როგორც ჩანს და წესის დარღვევით შეიძლება ამ ჯარიმის ცინიკურში გატარებაც მეორე ყვითელი ბარათი მეორდება თითქოს ის სურათი რაც წინა თამაშზე ჰქონდა და ხვამლის წინააღმდეგ არმიელებს რო დისციპლინაში მოიკოჭლეს მაგრამ იქ ვერ გამოიყენა ის უპირატესობა ხვამმა აქ ამ შემთხვევაში რუსთავი იყენებს ბევრად უკეთესად იყენებს თან ამას ვიდრე ხვამლი ახერხებდა ძელებს დაუმიზნებს სანდრო მარგიანი კიდევ ერთხელ შეეცდება 18-მდე გაზარდოს საკუთარი გუნდის მონაგარი და სხვაობა კი 12-მდე რამედით 6 12 გულიანი სხვაობა უკვე გვაქვს წინ აქ ჭეიშვილი დაჯარიმდა მაღალ ბოჭვაზე ამის შემდეგ ფარნა გასულანი ჯარიმდება ჩავარდნაზე განახლდება ცენტრიდან შეხვედრა რუსთავისთვის ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის არმიელთა მხარეს ცოტა ზედმეტად ბევრი ტრავმაა თითქოს. ხო, როცა გოილევუ პიტერსი დაშავებული პიტერსი გამოვაკლდა გუნდს უკვე კი. ვაჟა ხუციშვილი მაღალი დარტყმული ვნახოთ. გარემარბს ჩაუვარდა ბურთი ბექამ აჭარაშვილი ზუსტად თამაშობს. ლევან ჭავჭავაძე აქტიურია ჩრდილშია პირიქით ვახტანგ ქვათაძე გამოცდილი ბურჯი ახუცრიშვილი თვითონ გააკეთებს ფეხით დარტყმას სავარაუდოდ ასეც ხდება მაღალი ბურთი აიწია დასწრებაზე იყო ჩაღეს რუსთაველებმა
აერში შეინარჩუნეს ხუციშვილი. მარჯვენა ფლანგზე გამოდის ციკლაური. იქვე, კარგად წავიდა წინ ჩიმშელეიშვილი, გამოაგდო კიდევაც. სვანიძე დაიქნია, გაუმკლავდა ახალგაზრდა ვიზავის. ბუჯიაშვილი. შესანიშნავი ბოჭვა დაახვედრეს ბუჯიაშვილს, თუმცა რუსთავი ბურთს აკონტროლებს. მარგიანი. ჭკვიანური დარტყმული, წავიდა კიდისკენ ეს ბურთი, თუმცა გადაუხვია. ლელოში შევიდა საბოლოო ჯამში. ნინიძე მონახა მაჭარაშვილმა, ნინიძეს ძალიან დიდი დრო მისცეს. არა წია ხაზი იქ რატომ რაღაც, თუმცა მოედნის ფარგლებში რჩება ბურთი, თამაშობენ. გიგოაშვილი ეკვითა ბუჯიაშვილს ფეხებში. სიღრმე აითვისა რუსთავმა, მოკლე შეცურება აქ გაფორმებას უფრო გავს და ნახუციშვილი აბრუნებს სასწრაფოდ უკანა ზონაში ფეხს. მარგიანი ადგილზეა პირველ ცდაზე ვეირა, თუმცა დაეუფლა მაინც ბურთს წამოიღო სწრაფად მოკლე გადაკიდება, სივრცე მოშიშვლებულია, აქ ბექა მაჭარაშვილია კიდევ ერთიც რომ მოძრაობა ამოგდებაც კარგია და ილურიძე თუ არ ვწდები ფეხით გადის წინ და შორს. კარგი დარტყმული გამოუვიდა, როკონდინონომ წამოიღო და ასევე ფეხით თამაშობს და როკონდინონოს დარტყმული პირდაპირ გადის კიდეზე, რაც დარტყმის ადგილის გასწვრივ იქნება დერეფანი არმიელების სასარგებლოდ. ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს თბილისურ გუნდს. ორი ხელით მოიგეს არმიელებმა ნახუცრიშვილი ნინიძეზე გავიდა. ცენტრში კარგი დარტყმა განახორციელეს, ბურთი თუ არის შენარჩუნებული არის. შეცვალის შეტევის მიმართულება. ძელი გადაცემა პირდაპირ კიდეზე. და სწრაფად შემოაგდეს რუსთაველებმა, როკონდინონომ მიიღო ბურთი, აიცილა ერთი ბოჭო და წინ გადავიდა ფეხით, რომელიც მოედანში ერთხელ დაეცა. კეშელავა. წამოვიდა კეშელავა, ფეხით თამაშობს. ისე წერტილში ჩააგდო, სადაც დაშვების საშუალება მისცეს ბურთს. მარგიანი აბრუნებს ჭკვიანური ფეხით დარტყმული მარგიანის შესრულებით, თუ შევა, მაგრამ არ გადაცდება ეს. მოედნის ფარგლებს და ნინიძე ძალიან დიდი დრო მისცეს მოსამზადებლად ნინიძეს. განმოხდა სიტუაცია ამ ნინიძე. და სწრაფად ისევ ვაჟახუციშვილი სწრაფად შემოაგდო. წნეხში ხავს რუსთავს. არმიაკონ შეტევა კარგად გამოსდის საინივალატის. თუმცა ამ შემთხვევაში არ მისცეს მას გასაქანი. ჩაერთო როკონდინონო. ეს ბოჭა ლეგალური იყო. თუმცა შემდეგ რა გააკეთა კეშელავამ. არა, მე მგონი არმიელების არის. სწრაფად შემოაგდეს აქ არმიელებმაც, ასევე ბურთაობა გაიმართა. გაივალეა ნახუცრიშვილი, ჭავჭავაძე. თუ არავინ მიყვა დაკარგავენ ბურთს. და ასეც ხდება, გადაუვარდათ ხელიდან რაქში უკვე თავდაცვის დროს. თუმცა ჭკვიანურად ითამაშა ძალიან ნახუცრიშვილმა, შემდეგ გადაცემაც კარგი გააკეთა. ცირე პოზიტივი არმიის მხარეს. და კოტიკო იაშვილს ხედავთ. შემოდის როგორც ჩანს მოედანზე. ვის მაგივრად? ნახუცრიშვილის მაგივრად? საინტერესოა, შეიძლება გადაადგილებაც ვიხილოთ ნახუცრიშვილი 15 ნომრად. მაჭარაშვილი გადის. აქ ჭავჭავაძეც. აი ფიქრი რომ გადმოდო მეერე თანაგუნდელს შეეხო ხელით და ის წავიდა წინ სამწუხაროდ.
უკმაყოფილოა რა თქმა უნდა, მარცხდება. ისი გუნდი მარცხდება 12 ქულით. წინთამაში იყო რუსთავის შერკინება. აი, შო, აღარ გამოხდით, აი ეს. მიაწვა, მაგრამ რუსთავის ხარები და ჯარიმის უპრეტესობაც მიიღო, ამიტომ ხელდახელი თამაშებენ. თუ გაჭრიან ხალხს გაჭრიან, თუ არა და ჯარიმის უპრეტესობა დაუბრუნდება. მაგარი კონტაქტი იყო. ანრე ტუიტაისგან მაღალ სისწრაფეზე შევიდა. ორთა ბრძოლაში რუსთაველები კვლავ ბურთით ამოგდება. კიდევ ერთი მცდელობა, იციან რომ ჯარიმის უპირატესობა აქვს და ეს მათ აძლევს სითამამის უფლებას. და ვერ წაიწიეს წინ და ბრუნდება ჯარიმის უპირატესობა უკან. შეკინებაში მიწოვა კარგი იყო და ტრიუმფი. და მაგარ ბურთს ინარჩუნებს ძალიან იქ არ მისცა კიდეზე გადასვლის საშუალება. თუმცა საშინლად დააბრუნა ფეხი უძიმე დარტყმაც მიიღო. ხაზე გაიტანა რუსთავმა. ცუდი გადაცემა, თუმცა ბურთით არის მაიკელი როკონდინონო, ბრწყინვალე ეპიზოდი. შესანიშნავია ანარე ტუიტაი ბრწყინვალე. სოლო ლელო გაიტანა რუსთაველთა ლეგიონერმა ეს ძალიან ამძიმებს არმიელთა სიტუაციას. ორი ლელო არმიამ მიიღო მარტივის უსტომის დაშობის შემდეგ. ერთ ფრთაზე დარჩენილი ტუიტაი და როკონდინონო მომაკვდინებელი დუეტია. ჩვენიერი თამაში ფიდელი ლეგიონერების ფეხით ფანტასტიკური შეგორება ანარე ტუიტაკის და მერე ბურთიც აიღო თვითონ და დაარელოვა. თბილისის არმია როგორც საბა მოგახსენათ არმიის მდგომარეობა უფრო მძიმდება. ისინი უკვე უბრალოდ მათ ერთი ლეგო მაინც უნდა გაყვითონ 19 ქულით არიან უკვე უკან და არის 53 წუთი. დაბრუნდა გასვიანი. ძალიან ძვირად დაუჯდა არმიას მისი გასიმბინება. ახლა ამ ლელოს ფაქტორი ის რომ გასვიანის არ ყოფნა. არა, ზოგადად მის არ ყოფნაში ბევრი ქულა გაუშვა არმიამ.
მოიგეს ორი ხელით არმიელებმა, იაშვილი ნინიძეზე გავიდა ბურთი და ისევ ტექნიკური წუნი არმიელების შესრულებით წინ გადაუვარდათ. რუსთაველები ხელით თამაშობენ ჯერჯერობით. აქვს შეკინების უპირატესობა. ორი ხელით ილურიძემ დაიჭირა, გადასცა ნახუცრიშვილს, ნახუცრიშვილი მაღალი ბურთი ასწია და შორიც ასევე ადგილზეა როკონდინონო ასევე ფეხით აბრუნებს. ეგრეთ წოდებული პინგ-პონგი წავიდა არშილაძე შებოჭეს და მიხმარებაც მგონი ადგილზეა, ბურთი სად არის, თავარია გოგოლაური კარგად წავიდა წინ იაშვილი, ნახუცრიშვილი გავიდა ილურიძეზე, შიგნით წამოვიდა. რამოდენიმე მომატყუებელი მანევრი, კოტიკო იაშვილმა მიიღო ბურთი და ინარჩუნებენ. კი, როგორც ჩანს, თან ჯარიმის უპირატესობაც მიიღეს. იაშვილი თვითონვე წამოდგა გაგრძელებას და ჯარიმა. გაცვალეს სიტყვები გამოუშვეს ბოული მოთამაშეებმა. თამაში დარჩა. აი აქ არის ჯარიმა. აქ არის. ჩვენთან არის ჯარიმა, აი აქ. და ასევე შეწყვილზე შემოდის ვანო ბერიკაშვილიც არმიელთა რიგებში. ნახოთ, ეხლა ეს დერეფანის აუცილებლად უნდა მოიგოს არმიამ, როხან მე იქიდან რაიმე შეტევა წამოიწყოს, არიან 15-მეტრიან ზონაში. ტამენტოაკულამ დატოვა მოედანი. ჭეიშვილის ორი ხელით მოგებული ბურთის შემდეგ მოლი ჩამოყალიბდა არმიელების. წინსვლაც თითქოს შეინიშნება, გამოიტანა იაშვილმა ხარშილაძე. გარეთ ბევრი არა ხარშილაძემ. არა, ძირს არის მოთამაშე და იაშვილი ისევ გადაუვარდათ. ჩავარდნილები ხართ აქ თან და გადაგორდა. აი აქ. გაათამაშეს არმიელებმა. ეს დარტყმა არ იყო ურიგო. არც ამჯერად მიეძავნენ ცუდად 15-მეტრიან ზონაში შეაღწიეს ამ ფაზაზე. გრძელი გადაცემა, არშილაძე ისევ გრძელი გადაცემა, ილურიძემ მიიღო, ჩამოიტოვა ერთი მოწინააღმდეგე. და გადადენეს კიდეზე საბოლოო ჯამში. დრო გაჩერდა.
ექიმია მოედანზე დრო გაჩერებულია. ექიმია. დრო არის 18 გავიდა. შემოუშვი დრო გაჩერებული. ჩავერნილი ყავით ან შენიანი უნდა გადაგვეღოს. პატარა ტრავმაა და ექიმები უმკურნალებენ მოთამაშეებს და გაგრძელდება 58 წუთი მიმდინარეობს ამასობაში. შეცვლა ჭირდება, ხო? აი, შეცვლა ჭირდება. აბსოლუტურად სწორს ამბობს ახლა საბა აბულაშვილი, იქ თუ ვერ გზნობს მოთამაშე კარგად თავს, აუცილებლად უნდა დაატოვოს მოედანი და სხვამ დაიკავოს მისი ადგილი. ამიტომ ლუარსაბიშვილი დავაი ვანიჩკა! რამდენი დარჩა? 18 არის გასული. რაც ნიშნავს, რომ კიდევ 22 წუთი სათამაშო არის. შეცვლა შემოვიდა. შემოვიდა შეცვლა რა 6 ნომრის მაგივრად ხო დრო ჩავიმართა. და აქ რუსთაველებიც ცვლილებებს ანხორციელებენ, როგორც ჩანს, მთელი პირველი ხაზი შეიცვლება, გოგე ხადარია, თასო ჭამიაშვილი და მიხეილ ციკლაურიც კი, როგორც ჩანს, ასია და გიორგი გოგუაძე, ვანო გელაშვილი და ნიკოლოს გაბედავა დაიკავებენ მათ ადგილს. მთლიანად გამოცვალეს რუსთაველებმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველი ხაზი. რუსთავმა მოიგო ჯიმშელეიშვილი პირველ დარტყმაზე. ნახუციშვილი ხელით მოდის, თამაშკარის უპრეტესობაც გააჩნია, ხარშილაძემ მიიღო ბურთი, სწრაფი ხელები არმიელების შესრულებით, კარგი ცრუ მოძრაობა, მოიგო წამები ამით. სესიაშვილმა ამანიტო აკულა. ნახუციშვილი არ იყო მაღალი როგორც ჩანს, როგორც ჩვენი რაკურსიდან ჩანდა. და დაუსვენს სავარაუდოდ საბა აბულაშვილი. აი, აღარ არის უპირატესობაზე ბრუნდებით. 22 დამიტყვაზე წინ ხარ და პირდაპირ წინ გადიხარ. 22 კი ნარიმანიძე გახლავთ. რომელიც სანდრო სვანიძის ნაცვლად შემოვიდა. 22 ნომერი წინ არის და სულ წინ. ერთი წამი დამაცადო წერტილზე მივიდე რა. აი, უკან ხაზზე ჩადი, ხაზზე. ხაზზე ჩადი. შეკინებაც კი შეგიძლია. და კიდეზე აირჩიეს გადატანა არმიელებმა. თუმცა
დერეფანი აუცილებლად უნდა მოიგონ. რამოდენიმე დერეფანი ესეთი მნიშვნელობის და ესეთ ადგილას დაკარგა სამწუხაროდ არმიამ. თითო ცაბაძე აბდო ორი ხელით მოიგეს კურთი არმიელებმა გასვიანზე. თუმცა პიცკი რუსთავმა მისცა. არა უხდნენ თან დაცვაში კარგად ითამაშეს. ჯარიმის სუპერბისგან ნამდვილად შვილი მოწყდა ერთ-ერთზე აჯობა რა თქმა უნდა ვაჟა ხუციშვილს მოგდება კარგი იყო ვინ შეასრულა სამწუხაროდ კარგი გამოვიდა საბოლოოდ თორემ ხუთი ამოუსხდა აიღე და მიეძალეს ითამაშებენ არმიელები აქ რა თქმა უნდა სვიანი ჰაერი ვიჭირდება ახლა არმიას შედეგიანი შეტევა გავიდა ხაზზე ნინიძე ხარშილაძე აიყვანა თავისი კაცი 2-1-ზე ნახუციშვილმა გუნდურად ითამაშა და ილურიძე ნახუციშვილის დუეტი გრძელდება ზედიზედ მეორე საპლეიოფო თამაში ერთი ლელო გაქვითა არმიამ 20 წუთი კიდევ დარჩენილი სათამაშოდ სუსტია რა თქმა უნდა ნამუკანინიძე ამ წერტილიდან 13-25 12 ქულამდე ჩამოვიდა ისევ ჩამორჩენა არჩკარობს სანდრო მარგიანი ამანიტოა კულა კარგად წაიწია წინ თუმცა გეგმას მიყვება კოტიკო იაშვილი ფეხით თამაშობს კოტიკო საკმაოდ კარგი დარტყმული გამოუვიდა საბოლოო ჯამში რუსთაველები უფრო ყოჩაღებენ და მაგრამ არ უნდა ჩავარდნენ არმიელები ვერ შეინარჩუნეს წინ თამაშს ხომარ გავდა ჰაერში შეიძლება ძალიან დიდი დრო არის დანით უჭირს ესე იგი ფეხზე დადგომა და არა რუსთავმა ითამაშა თითქოს და ჭეიშვილი კი ტანის პოზიციას ხშირ შემთხვევაში კარგავს და კარებისკენ მიუთითეს რუსთაველებმა არც თუ ისე ცუდი პოზიცია აქვს სხვათაშორის მარგიანს როგორც მოგხსენებთ კარგი ფეხი აქვს დარტყმა ზუსტია შორეული წერტილიდან ზუსტად ასრულებს სანდრო მარგიანი საჯარიმო დარტყმას 13-28 გაცდა ორ გარდასახულ ლელოს რუსთავის ხარები იმიწე კი დროს არ კარგავს ვაჟა ხუციშვილი ნახა მარგიანი ვერ დააფარეს სანდროს ხელისმო ნახუციშვილი მოკლე გადაკიდება ოჭას ვეღარ მიასწრო ფანტასტიკურად თამაშობენ რუსთაველები ხელით ამ შემთხვევაში მაღლა აწია ხაზის სწრაფად კოლდამანტოა კულამ თუმცა გაუმკლავდა მას ვანო გელაშვილი შესანიშნავად ილურიძემ ჩაიგდო ბურთი ხელს სწრაფია ილურიძე თუმცა ჭამიაშვილიც ადგილზე დახვდა მას და ჩავარდა ოღონდ ჭამიაშვილი ვერ შეინარჩუნა
უნდა გაუშვას ჩვენ. ერთი ლევოს ჭირდება თამაშს, რომ ბოლო 10 წუთშიც ეს ჯაში უნდა იყოს. კი, გიორგი ჯაში ნამდვილად უნდა რომ აისურვოს. შეხვედრა რომ დაიძაბოს კიდევ უფრო. მაჩის მიწურს. ხარშილაძე გადის ნინიძემ გადაინაცვლა ცენტრში თუ არც ხარშილაძე არ გადის. კი, მე მგონი ჯაში გადავიდა 10 ნომერზე. ჯაში 10 ნომრად არის ნინიძე ცენტრში. კარგადია რა ამ შემთხვევაში ჭურაძემ. ჯაში ახლა შემოსული, ჯერჯერობით ფეხზე დგას, ბურთი მარჯვნივ. არმია იაშვილი, მე მგონი ანიშნავდა ფეხით, არა, მორკინალებისკენ გაიტანა, წავიდა შეტევაზე, სუტური. მარცხენა ფლანგზე გავიდა ჭეიშვილი. ინარჩუნებს ბურთს. 10 მეტრიან წყვეტილ ხასთან თამაშობენ არმიელები, ზუსტგან გადაცემა. გრძელი, შემდეგ ნახუცრიშვილი თვითონ წავა, აქვს თითქოს სივრცე, კეშელავა კარგად დარჩა მოედანში. მაღალ სისტრაფეზე კოლი. მარცხენა ფლანგი. ჯაში ჩაუჭრა ჯაშს. ეს მეგონი წაუკითხა ეპიზოდი ვიზავიმ ახალგაზრდამ გეზავს. სანდრო მარგიანი მიითვლის ლელოს და ეს თითქოს დასასრულს გავს. თეორიული შანსი კიდევ აქვს არმიას, მაგრამ პრაქტიკულის რა მოგახსენებს. გარდაცახვაც ზუსტია და 25-მდე გაიზარდა რუსთაველების მონაგარი. 35-13, 22 სხვაობა და სადღაც 3 წუთი დარჩენილი. მეორებით თუ როგორ გამოიცნო სანდრო მარგიანმა გადაცემა, სად მიდიოდა და იხელთა დრო და ჩაჭრა ბურთი. განახლების შემდეგ ისევ რუსთაველები მოდიან ხელით. ძალიან კარგია კობა ჯიმშელეიშვილი. ვაუ მარჯვენა მოკლე ფლანგი. ცოტნე უსენაშვილი უტევდა. და საკმაო მანძილიც მოიგო. თამაშგარეში ნამდვილად ჩამდა იქ არმიელი მორაგბე და ის მეტობარგი იყო. არის წინ. აქ უკვე დაუბრუნა საჩუქარი. 1 წუთში 2 ლელო გაუტანეს რუსთაველებმა. როკონდინონომ კი უსენაშვილს გაატანინა და არმია მოიშალა. კონდინონო და უსენაშვილი ბოლოს. აია ბათუმი შესარჩევი ფინალი გველის კვირას. ხო, როგორ ვითარდება მოვლენები, ესე იგი, ამ თამაშში გამარჯვებული, ითამაშება კვირის თამაშში გამარჯვებულს, ხოლო დამარცხებული მეოთხე ადგილს სჭირდება.
ყვირას ანუ აიასა და ბათუმში გამარჯვებული გადის პირდაპირ ფინალში. ხოლო დამარცხებული ამ შემთხვევაში ამ თამაშის მოგებულს ეთამაშება და იმ მატჩში მოგებულიც გავა ფინალში. რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ზეგინდელ თამაში აიასა და ბათუმში დამარცხებულს კიდევ ექნება შანსი, რომ ფინალის საგზური მოიპოვოს. გაცრავად 42-13 გახლავთ ანგარიში და 70 წუთია გასული თამაშის დაწყებიდან, როგორც მოგეხსენებათ, რაგბის თამაში კი კაცებში 80 წუთიანია. აქ ეს აღარაფერ შუაში. რუსთავმა კი როგორც ჩანს, ძალები პლეი-ოფისთვის შემოინახა. 4 ნომერმა დაიწყო აქ, ეხა იქნება ჯარიმა 4 ნომერზე რა. შემდეგ ნებისმიერ იქნება იქნება გარეთ. არ მივიღებ უკანჩადი. უკანჩადი ახლა მარტო ჯარიმა. დაისაჯა ჯიმშელეიშვილი. რუსთავი გავიდა პლეი-ოფში მე-6 ადგილით, ბოლო პოზიციით. ჯერ დაამარცხა საუკეთესო, ვისაც კი გზად უნდა შეხვედროდა, მესამე ადგილოსანი არესი და არესის შემდეგ უკვე ამარცხებს ახლა თან საკმაოდ დიდი სხვაობით და დამაჯერებლად თბილისის არმიას. არმია 15-იან ზონამდე მივიდა ისევ. დასვიანზე ორი ხელით მოგებული იქნა ტერეფანი, მოლით ჩამოყალიბდა. მოწყდა იქ ცაბაძე, წინ სვა აქვს ჯერჯერობით. იაშვილი აკონტროლებს შეტევას და ისევ რაღაცა ვერ მიღება კარგად, მაგრამ კეშელავა ახერხებს ბურთის შენარჩუნებას. ნულოვან ზონაში გოგოლაურა. ჭურაძე ცერვეტი გოტრიალი. გარეთ გადიდა. არა, გარეთ გარეთ. კაპიტანი. გაფრთხილება ქონდა, წეღან დაჯარიმდა, აქ მოდის ისევ ყელში ჩეულობს. ორივეს აქ ჯარიმა, მომსვინე აქ ჯარიმა თქვენი იყო, ეხა შებრუნდება და იქნება იმათში უკანჩა. ნუ დავეთანხმები ამ შემთხვევაში საბაბულაშვილს რამდენჯერ უნდა გააფრთხილოს ბიჭები. არის 7. ტომ კრუზი თუ გადაარჩენს ეხლა არმიას. ნუ არ თეორიულადაც არ 7 წუთია ხო, სადღაც დარჩენილი რა, 3 ლევლოც არ ყოფნით ხო? ნუ 3 გარდასახული ლევლო კი ყოფნით, თუ არა? არა. ჯაში ილურიძეზე ფეხით გატანილი ბურთი, მაგრამ ჯარმის უპირისობას დააბრუნებს იქ. საბა აბულაშვილი. ბევრი რამე ხდება, ყველაფერზე თუ რეაქცია ქონდა ეხა რა.
გვერდიდან გადმოდიხარ რა, გვერდიდან გადმოდიხარ და შუაში რა უნდა წამოწევი. აი აქ. ბოლო გაბრძოლება. ერთ-ერთი ბოლო გაბრძოლება არმიისგან. რუსთაველები კი უნდა ვთქვათ, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამსახურებულად. კი, დღეს უკეთესი გუნდი იყო რუსთავის ხარები ნამდვილად. ამარცხებენ მეტოქეს აქ და ერთი ლელო გაგვით ეს არის. სწრაფადვე უნდა დაარტყან. გარდასახვა 18-42 ანგარიში. გვერდიდან ყავ ყურადღებით რა. გვერდიდან მოიქეცი და ყურადღებით. არეკნი 10 და 18-43. და 5 წუთია ხო დარჩენილი ხო? ყოველ წუთში ლელო უნდა გაიტანოს არმიამ თეორიაში რომ დაეციოს არა, ნუ არა მგონია. ზუსტი დრო მითხარი რა. შენ დროს მოყოლინს რომ გამოჩერდა ხანძეჯი. განახდა სიღრმეში კოლით ამანტოა ყოა წავიდა თუმცა რა ბოჭვა დაახვედრა. ალბათ ანარეთ უიტანი. სბურთი გამოიყენე. აუშაიღო. ჯაში უკან გადავიდა ნინიძეზე, ხარშილაძე და ვერ მიიღეს ბურთი არმიელებმა გადავიდა კიდეზე. აღარ იჩქარებს რა თქმა უნდა რუსთავი მეტოქის 22-შია კომფორტულად. ახლა მიულენ მოიგებენ ბურთს. 7-დან და ამასობაში ამოიწურება მეორე ტაიმის დროც. არმია არ დაღუპულა და გადარჩა წინა შეხვედრაში, როდესაც ამდენი დისციპლინობა გაუვიდათ იმ კუთხით, რომ შეხვედრა მოიგეს. და ახლა მაინც ვახსენეთ, რომ იქ ხვალმა ვერ გამოიყენა თავისი პრესობა რუსთავმა მთლიანად. სწრაფად შემოაგდო რუსთავმა საინივალატი. მიკრული აქვს ხელზე ბურთი. ნარიმანიძე. მოთვაგანში. ბურთაკაცი გაიყარა. სწრაფად გაათამაშა ნინიძემ. ერთი დაარტყმა ცენტრალურ ზონაში. შემდეგ კვლავ ნინიძე ჯაში მარცხნივ ხარშილაძე აიყვანა თავისი კაცი ილურიძე მონახა ილურიძეს გაუჭირდა თუმცა მაინც დარჩა ფარგლებში. ბავშვები კი უკვე აღნიშნავენ სანამ გუნდი საფინალო სასტონს ელოდება. ცოტა მიკროფონიდან რომ გაიწვიოს ბავშვებო ორი გო არ იქნება. ბად ესე თავ გამოდებითაც მიკროფონში ჩვენ რაღაც გვერდჩეს. მოხრა
გეტყვი მეორეჯერ აკეთა არმიამ და ჯარიმა მიიღეს. წინ გადმოდი. თავისუფალი იყო ერთხელ თან. კი, სწორედ ამას ხდის საბა აბულაშვილი და რაშ იზავს რუსთავი რა თქმა უნდა კიდეზე გადავა. 22 მეტრიან ზონაში აქვს ტელეფონი რუსთაველებს. გავგევა. აი ბატონო. რო გავა მითხარ. მოკლე გადაკიდება და კიდევ ერთი ლელო რუსთავის შესრულებით. ლელოს ავტორი ალექს ზაზაძე გახლავთ. თუმცა მე მგონი ამოწმებს აბულაშვილი, მაგრამ ეს უბრალოდ სტატისტიკაა. შემდეგ ეტაპზე ხარები გავიდა. ხარები! აი ჩემი ხაზიდან დაარტყი რა. ჩემი ხაზიდან დაარტყი. ხარებს გაუმარჯოს. არა, გასულია. დროც გასულიაო საბა აბულაშვილმა და დღევანდელი შეხვედრა მოკლედ გასავარდნი ფინალი ამით სრულდება. 49-18 გაიმარჯვა რუსთავის ხარებმა. აი ეხა გამოვა. ეს კი ფაქტ ალბათ პირველად ნახე საქართველოს შიდა ჩემპიონატში. ხელს აწერინებენ საყვარელი გუნდის მოთამაშეებს. უნდა მივულოცოთ ხარებს ზედიზედ მეორე რთული მისიის შესრულება, როგორც უკვე ვთქვით, მათ წინა ეტაპზე დაამარცხეს ქუთაისის არესი, ახლა კი შინ გაისტუმრეს თბილისის არმია. თუმცა არმიაზეც უნდა ვთქვათ, საბა ის რომ წელს ამოსული გუნდისთვის მეოთხე ადგილი ისტაკავება. ძალიან კარგი შედეგია. საკმარისად დიდი შედეგია. მოგშეგახსენებთ, რომ არმია 24-25 წელს შეუერთდა დიდად, და პირველ ლიგას თამაშობდა. ეს უცვლელი ტრადიცია მთელი თამაში. ერთმანეთი დახოცეს და იმედია აქაც შემრიგებლურია ეს საუბარი და კი, რა თქმა უნდა, იქ გასაყოფი აქვს რა აქვთ უკვე ბიჭებს, თამაში დასრულდა, ამიტომ მეტი აქ აღარაფერი აღარ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში. უერთდებით რა თქმა უნდა რუსთავს სიხარულში. არმიას კი მომავალი წელი დარწმუნებული ვარ ამ გამოცდილება დაგროვებული მოთამაშეებით კიდევ უფრო უკეთესი ექნება. უკა კილასონია და საბა ჟორჟიკაშვილი ვიყავით თქვენთან ერთად დიდი ამ მადლობა რომ რეპორტაჟზე. იყავით ჩვენთან, კარგად ბრძანდებოდეთ. Nasıl kalmaz? Nasıl kalmaz? Mikrofon.